ქართული კლასიკური მუსიკის ფესტივალს წინ არაერთი რეპეტიცია უძღოდა. ესაა კონცერტების სერია, რომელიც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნამდვილი დღესასწაულია. ამ მუსიკალური მოგზაურობის პირველი გაჩერება თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია იყო. მეორე კონცერტი 23 მაისს კვლავ თბილისში, ამჯერად ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. 24 მაისს კი კლასიკური მუსიკა დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და თელავში გადაინაცვლა. მზადები ცენაკში წასასვლელად, სადაც გვასპინძლობს ჩვენი საყვარელი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი თავის არაჩვეულებრივ ფესტივალზე. შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ ბათუმში, სადაც ძალიან ელოდებიან გიგი პიანომენის კონცერტს. აქვე, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ მასტერკლასებს, შემდეგ ბორჯომსა და ქუთაისში უკვე დიდი შემადგენლობით ჩავალთ იმისთვის, რომ ჟანრულად მრავალფეროვანი კონცერტები ჩავატაროთ და შესაძლებლობა გქონდეს ასევე რომ სხვადასხვა მიმართულებით, სპეციალობებით ჩავატაროთ მასტერკლასები. კონცერტების სერიას თბილისში თამარ ლიჩელი და დავით ალადაშვილი დაასრულებენ. კლასიკურ საფორტეპიანო მუსიკას 4 ხელში 5 დეკემბერში ასრულებენ. გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრები დამწყებ მუსიკოსებთან. როდესაც ლაპარაკია ქართულ კლასიკურ მუსიკაზე, რა თქმა უნდა, ვერ ავარიდებთ თავს ალოიზ მიზანდარის მნიშვნელობას ქართულ მუსიკაში, რადგან აქედან დაიწყო ჩვენი საფორტეპიანო მუსიკა, ჩვენი კონსერვატორიის ისტორია, ჩვენი საფორტეპიანო სკოლა, რომელიც ასეთი განთქმულია მთელ მსოფლიოში, ამიტომ რაღაც მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ესეთი შეხვედრა ლექცია მსმენელთან. საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. სასიამოვნო პროექტია. მარტო სასიამოვნო არა, საჭირო პროექტიც არის დღევანდელი ცხოვრებისთვის. ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შეკრება, აი იმ ხალხისთვის გაცნობა ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, რაც არის მათი ნაღვაწერი, ნამუშევარი, შესრულებაში გამოგზრდნილი მომღერლები არიან თუ მუსიკოს შემსრულებლები, რომლებიც წარსდგებიან ჩვენი ბრწყინვალე მაყურებლის წინაშე. ეს ძალიან დიდი საქმეა. როგორც კი გითხრათ თათალიჩელმა ამ პროექტის შესახებ, დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ. ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს თათასთან განხორციელებული, ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტები გვაქვს, ერთად არც მახსოვს უკვე იმდენი. თუმცა ეს განსაკუთრებულია იმით, რომ ქართველი სხვადასხვა თაობის სოლისტები და ორკესტრი დაუკრავს ქართველი სხვადასხვა თაობის კომპოზიტორების ნაწარმოებს კლასიკოსებიდან თანამედროვე კომპოზიტორებამდე. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდება.